თენგო თევზაძე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ჩვენ საუბრობდით აგერ კოალიციაში შემოვალი სუბიექტების და ერთ-ერთი წარმომადგენელი განმარტავდა კიდევაც რომ თამთა აგერ ელოდება სავარაუდო დაკავებას ნიკა კვიტატიანიც ელოდება იმიტომ რომ პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე ისინი დაკავებულებად გამოაცხადა ლემონჯავა ნახეთ როგორ დააკავეს სასამართლოს ეზოში რა გაგრძელება აქვს ამ ბრძოლას ერთი რაც ცხადად ჩანს დღეს ახლა თქვენ სახსენეთ გიგა ლემონჯავა დააკავეს თამთაც და ნიკაც ელოდება იმიტომ რომ პროპაგანდისტულმა არხმა გაავრცელა წინასწარ სია პოლიტიკოსებიც ვის დაკავებას აპირებდნენ დღეს და ეს ცხადია რომ ქართულ ოცნებაზე გამარჯვება მათ შორის ამ რეპრესიული კანონების პირობებში ერთი მსხვილი ჯარიმებზე მეორე მსხვილი ციხეებზე გადის ეს ცხადია ყველა მზად არის ამისთვის მათ შორის გიგა ლემონჯავა თელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სასამართლოში და თუ ვინმეს მისი დაკავება უნდოდა იმიტომ რომ მათ შორის ჩვენი პარტიის წევრები, სხვა პოლიტიკოსები, ლიდერები ადგილზე არიან, იურიდიულადაც კი ეხმარებიან მარიკა არევაძე და სხვები ადამიანებს, იმიტომ რომ პრობლემა ადამიანი ასევე მინდა რომ მოუწოდო, გასაგებია რომ ეს არის ადვოკატებს, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, გასაგებია რომ ეს არის ფორმალური პროცესი და სასამართლოს ერთი პრეცედენტიც არ აქვს, რომ ვინმე გაინთავისუფლებინოს თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კანონით ესე ვთქვათ, სულეწლოვანი შვილი ან ასაკი, უფროსი ასაკის იყო ადამიანი, გთხოვთ ადვოკატებს რომ დაეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ ფორმალური პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში ცხადად ვიცი, რომ რეჟიმის დამარცხება არის ართანამშრომლობაზე და მათ შორის ციხეებზე. არც ერთ პოლიტიკოს. ყველა მზად ვართ ამისთვის და ალბათ იქნება ეს დროც რამოდენიმე დღეში, როცა ყველას ვინც არის აქამდე დაკავებული რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ დაგვაკავებენ, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება და რეჟიმის ჩამოშლას ხედავთ მათ შორის რაზე იცით? აი ირაკლი ღარიბაშვილი რომ შეაიყვანეს უკნიდან და ის მანდატურების უფროსი რომ მიეგება, ნახეთ ხო ალბათ ეს კადრებიც რომ მიეგება და როგორ ექცევა პატრიოტი, კეთილსინდისიერი, პატიოსანი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს. ეს კაცი მატიაშვილი და როგორ მიეგება საქართველოსთვის, ქართული ხალხისთვის 7 მილიონის მომპარავს. 7-ჯერ 7 აქვს მოპარული ეგ მინიმუმ, მაგრამ და რაც კიდე დაითვლება დარწმუნებული ვარ და გაყიდული აქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ითვლებოდეს, ასე ვთქვათ, ფულში ან რაღაც მატერიალურში, მაგრამ აი ეს რასაც ისინი აკეთებენ ერთის ხრივ რომ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ კი არ ჯის რომ ფული მოიპარა, ბიძინა ივანიშვილი აღარ ენდობა და იმიტომ ჯის და ასე გააგრძელებს სანამ ჩვენ არ უშველით მათ და არ შევთავაზებთ სამართლიან სასამართლოს. აი ღარიბაშვილს ერთი რამ თუ უშველის ახლა სამართლიანი სასამართლო. სალომე ლაბაძეს ქონდა ძალიან კარგი პარალელი ახლა რომ ერთადერთი პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში სადაც სოლიდარობა არ იგრძნობოდა ასე ვთქვათ თანაგამზიარებელი არ ყავდა გამოხატული ირაკლი ღარიბაშვილი იყო დანარჩენებს ყველას სოლიდარული ადამიანების ჯარი უდგას გვერდით და ამხნევებს სრულიად უცნობი ადამიანების სხვა შორის ერთმანეთს მათ აერთიანებთ იდეა. იქით რა დარჩა იქით დარჩა ორი ფაქტორი, ერთი არის ფული და მეორე არის რუსეთი. ორი ფაქტორია მხოლოდ. არანაირი სხვა ბიძინა ივანიშვილიც აღარ არის ფაქტორი, მინდა გითხრათ. ახლა გადასული აქვს, მე ასე ვთქვათ არის ხო რაღაც ინფორმაციები შეიძლება ყველა სიმართლე არ იყოს და ამას ეთერით ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ ვერ ვამოწმებთ. არის ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს აი მაგალითად ამ კანონების წინ, სანამ მიიღებ და მისი უმრავლესობის წევრები ნათლობებზე, დაბადების დღეებში სადღაც ხო დადიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. იქ უკვე ღიად ამბობდნენ, რომ ეს გასულები ვართ ყველანაირ. არის ეს მოცემულობა ერთადერთი, ანუ ბიძინა ივანიშვილი მათთვის აღარ არის. რა თქმა უნდა, როგორ არ არის მთავარი, ასე ვთქვათ, პირია, რომელიც ამ ყველაფერს ასრულებს, მაგრამ მათი უსაფრთხოების გარანტია არ არის ზუსტად აი კი უსაფრთხოების გარანტი ერთი რასაც ცდილობენ რომ მათ შეინარჩუნონ ფული ძალაუფლებასთან ერთად იმიტომ რომ თუ რომელიმე დააკლდა ერთი მეორეს გარეშე ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს მათთვის და ეს მნიშვნელოვანია და ნახავთ აი ღარიბაშვილი ამის თვალსაჩინო მაგალითია წარმოიდგინეთ პრემიერ-მინისტრი კორუმპირებული და კრიმინალი თავდაცვის მინისტრი კორუმპირებული და კრიმინალი თან პლუს იმ დიდი პრობლემებით რომ თავდაცვა ებარა თურმე ამ კაცს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ძირითადად ეკონომიკური პოლიტიკის გამსაზღვრელი ბატონი მიქაუტაძე კრიმინალი და ქურდი
ფარცხალაძე, რომელიც პროკურორი იყო და შემდეგ საერთოდ FSB-ს აგენტი აღმოჩენილა და დასანქცირებულია, ქურდი და კრიმინალი, გარდა იმისა, რომ მას კრიმინალური ისტორია ისედაც ჰქონდა, სუსის უფროსი ყოფილი ქურდი და კრიმინალი და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება სახელმწიფოებრიობაზე გვესაუბრება და გვეუბნება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში უნდათ მშვიდობის დამყარება. თუ ვინმე ომი, უბედურება და პრობლემები შეიძლება მოიტანოს ამ ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები. როგორ შეიძლება ამ ხალხს ენდო, როცა ისინი ძარცვავდნენ ბიძინა ივანიშვილებს ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ ვენდობით ისედაც და ვერ ენდობა, იმიტომ რომ მათ გარდა იმისა, რომ გაძარცვეს ქვეყანა და ეს ბიძინა ივანიშვილისგან დაშვებული იყო, ამავდროულად ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მათ უკვე გაუჩნდა სრული ამ ფულის შენარჩუნების ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ამიტომ დაიწყებს მათზე ზეწოლას. ეს ნიშნავს იმას, რომ დიქტატურა შეიძლება ეს ჩვენს და თქვენს მაყურებელს ბევრჯერ მოусმენიათ, მაგრამ დიქტატორული რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი არის ბოლო, მისი წრე ბოლო წრეზეა მისული, ძალიან ახლო გარემოცვის განადგურებაზე გადავიდა ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ რაღაცა თავისუფლების აღკვეთით ან ამის მუქარით, არამედ ეკონომიკურად, სოციალურად გაანადგურა დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქცა ადამიანად საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერი და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია, როგორც ვიცი ხო, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბრალად აქვს წარდგენილი და აღიარა, რომ მისი პრემიერობის დროს ის ქართველ ხალხს პარავდა ფულს და ამას არ აღრიცხავდა ისე როგორც უნდა კანონმდებლობით უნდა აღრიცხოს. ეს არის ის სოციალურადაც განადგურებულია სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებისთვის ღირებულებები და პრინციპები არის თავარი და ქართველი ხალხი ამას ყოველთვის ამტკიცებს, რომ ეს ესეა, ირაკლი ღარიბაშვილისნაირი ადამიანი მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მისი დანაშაული, რასაც ბიძინა ივანიშვილი აბრალებს და მე დარწმუნებული ვარ 7 მილიონზე კი არა საუბარი, უფრო ბევრზე და უფრო მძიმე დანაშაულებზეა საუბარი. ის ასე ვთქვათ, უკვე სოციალურად და პოლიტიკურად მკვდარია. თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ციხესაც არ დააყოვნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ თვითონ გადაწყვეტს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სასამართლოსთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის წინააღმდეგობა, რაზეც ვსაუბრობ და იმ სოლიდარობა. ჩვენ ძალიან ბევრი გამბედავი, ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა ადამიანი ვყავს. დღეს დაკავებული არიან სტუდენტები, პროფესორები, ექიმები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, მთარგმნელები, ყველას ის ირაკლი ყობახიძე რო გამოდის და ამბობდა 50 ადამიანი, 130-ზე მეტი ადამიანი ამ დღეებში დაკავებული და 1000 მათემატიკით, მაგრამ მეტი ყობახიძის მათემატიკა არ მუშაობს აშკარად. ნამდვილად არ არის მათი უპირატესობა და ძლიერი მხარე. არც სოლიდარობა, არც კი ბატონო, არც ევროპისკენ სვლა პირიქით, ხომ? არ არის მათკენ ძლიერი მხარეები, გარდა ძალის დემონსტრირება. რაც ადამიანისთვის უნდა იყოს ძლიერი მხარე, ემოციურად ეს ნამდვილად არ არის მათი ძლიერი მხარე. ძალის დემონსტრირებას რაც შეეხება, ბატონო თენგო, რუსთაველზე მათ შეცვალეს ტაქტიკა, გუშინ წინ ძალით ჩაყარეს მანქანაში ნახეთ ვაჟა გაფრინდაშვილი როგორ ჩატენეს ხომ იქ ლიკა ბასილაეშაუგულიძე, მაგრამ მეორე დღეს ეს ტაქტიკა ვეღარ გაიმეორეს, იმიტომ რომ ტაქტიკამ არ იმუშავა წინა დღით. ახლა დაუბრუნდნენ იქ სახლ და ქუჩა-ქუჩა ჩასაფრებებს, კი ბატონო, და გატაცებებს ადამიანების. გიორგი ლიფონოვა, მაგალითად დღემდე ამ წუთასაც არ ვიცით, სად არის, სახლიდან გამოვიდა და ვერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე. ეს ისევე როგორც ჩვენი სტუმარი. ის კარგი ბიჭი პოლიციელის გვერდით რომ დგას, წინ რომ დგას დავით გაგრინსკი. ეს ბიჭი, რომელიც ასხივებდა საოცარ მორალურ უპირატესობას გუშინ პოლიციელის წინაშე მდგარი, ისიც დაკავებულია. ძალიან რაღაცა მინდა დღეს დააკავეს ვასილი ივანოვი და მისი მეუღლეს თქვა. ვასილი ივანოვი ჩიქოვანი ბოდიში და მისი მეუღლეც, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დატოვეს სახლში. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს. გაუგონარი სიბოროტე, ადმინისტრაციული დანაშაული თუ ისინი დანაშაულს თვლიან რაც ხდება, მაგრამ დაუშვათ. ასე და ამგვარად ადამიანების დაკავებები არ ხდება არსად. პასუხისგებლიანი მოქალაქეები თვითონ ცხადდებიან და ვნახეთ ჩვენ ხო? არსადამალვას არაპირებს და არსადამალვას ყველასზე იქნება ისევ პროტესტში ვიქნებით და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს წინააღმდეგობა და პროტესტი. პირბადის გარეშე ეკეტავს რუსთაველს და მიდის საკუთარი ფეხი პოლიციაში. აუცილებლად და პოლიციაში არ წავალთ აუცილებლად, მაგრამ გადავკეტათ და ვიქნებით რუსთაველზე აუცილებლად. ეს არის მნიშვნელოვანი. აქ საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ მორალური უპირატესობა ამაზე გავუსვი ხაზ. მორალური უპირატესობა ჩანდა ასევე ნათია
ეთოდიან, როცა აკავებდნენ, როცა ბებო ზედა სართულიდან უძახდა, რომ მას მოეცვა კურტკა, იმიტომ რომ შეიძლება სიცივეში ყოფილიყო იზოლატორში. ეს წინააღმდეგ ყველას ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ჩვენი თავისუფლება შეიზღუდოს დროებით. ყველამ ვიცით, ჩვენს კოალიციაში პარტიაში საერთოდ ყველამ ვიცით ეს, ვიცით რომ პერიოდულად ეს დრო დაუდგება ყველას, მაგრამ წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე. გამარჯვებამდე. შავგულიძეს აგერ 5 დღით დაატუსაღეს, გამოუტანეს განაჩენი, ვინც ლიკას იცნობს ამ 5 დღის მერე მისი ხმის რეგისტრით სხვა შორის ამ სოციალურ ქსელში წერდნენ და მისი კრიტიკის მასშტაბებიც გაცილებით უფრო ძლიერი გახდება, თუ ის აწუხებდა რამდენიმე პოლიციელს რუსთაველზე, კიდევ უფრო მეტ სიმართლეს ეუბნებოდა, მე უსმინე, რასაც ეუბნებოდა, ვიდეოც დევს გონი თქვენს არცაც ჰქონდა, სიმართლეს ეუბნებოდა. დღეს რა ხდება? ადამიანები, ვინც ამ დაკავებებს უყურებდნენ, რატომ არ იმუშავა? ადამიანებს აკავებდნენ სიმართლის თქმის გამო, რომელიც ითვლება პოლიციელის დაუმორჩილებლობა დღეს ამათი გაგებით. ანუ თუ ეუბნები, რომ შენ იქცევი უკანონო და უკანონო ბრძანების შესრულება არის დანაშაული, ან ნუ ეპყრობი იმ ადამიანებს, ჩვენ შვილებს, ჩვენს დებს, ძმებს, უხეშად, რომელცა მოგყვება პირადად, ხო? დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები დღეს ვინც დააკავეს, გაყვებოდნენ საკუთარი ფეხით, მათ შორის რუსთაველზე ვინც დააკავეს, ხო? და ესე ექცევიან, როცა ადამიანებს ფეხსაცმელი რჩება რუსთაველზე, ისე აკავებენ თან 70 წელს გადაცილებულ ადამიანს. ადამიანებს ახალგაზრდებს ისე აკავებენ ფიზიკურად, რომ ის იმ ეგრეთ წოდებული ჯერერთი ის ძალიან ცუდია ის რაღაცა სამარშრუტო ტაქსები რომ მოიგონეს ეს რუსული მეთოდი ნამდვილად და მე იქ აგდებენ და სკამები. ადრე მართლაც რუსეთში ქონდა ეს ანარქია. ეს ძალიან ეს არის სიბოროტის ერთ-ერთი გამოხატულება, რომ ისე აგდებენ პოლიციაში, თორსა არ ეწინააღმდეგებ და როცა იმ მშვიდობებიან ოჯახის წევრებს, მშობლებს, არავის არ შერჩება. მათ შორის მინდა ამ პოლიციელებს უთხრათ, თქვენ არ შეგრჩებათ ძალადობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კანონის და სახელმწიფოებრივი ინტერესების ფარგლებში. მხოლოდ მშვიდობიანად გეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ემსახურებით კრიმინალურ რეჟიმს. ქურდებს ემსახურებით, კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რუსეთისგან იღებს დავალებებს, ამ ხალხს ემსახურებით. ჩვენ ვართ კანონის ფარგლებში, სახელმწიფოებრივი ინტერესის ფარგლებში, მაგრამ მეგობრებო, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი უფროსი ასაკისა, თქვენ რასაც აკეთებთ, ეხებით ჩვენს ოჯახის წევრებს, ფიზიკურად უსწორდებით მათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცოდეთ, რომ თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება, მოგიწევთ იმიტომ, რომ არავის შერჩენია ამ ქვეყანაში ადამიანების შეურაცხყოფა. შეიძლება ვიღაცებს რაღაცების შერჩათ, სამწუხაროდ, და ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არავის შერჩენია ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მეგობრების შეურაცხყოფა. და არ არის სულ ის, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილი ესე, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი მოასუფთავა. არაფერი არ დატოვა, სველი ადგილი დატოვა ღარიბაშვილისგან. და თქვენ ეს პოლიციის მუშაკებს თუ ვინც არიან, უთხრა, იმიტომ რომ პოლიციელობა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. თქვენსგან რაც დატოვებს ბიძინა ივანიშვილი, წარმოიდგინეთ, როცა დრო დადგება. და სულ ბოლოს ვიდრე გაგიშვებთ პარტიების აკრძალვის თემაზე მინდა გითხოთ, ბატონო თენგო, მოვიდა დრო, როცა პარტიებს გზალავს უკვე ივანიშვილი, პოლიტიკურ პროცესს აუქმებს იურიდიულად, ფაქტობრივად. კი. ამას ვერ ვუყურებთ ჩვენ რაღაცა პრიორიტეტულ საკითხად. ფაქტურად საქართველოს პოლიტიკური პროცესი აკრძალულია. რაზეც უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი დაფუძნებული, სამართლიანი არჩევნები არ არსებობს. რაზეც უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი დაფუძნებული, პოლიტიკური ლიდერები თავისუფლებაზე და მათ კონდეთ საქმიანობა, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ისინი ყველა ციხეში არიან. რაზეც უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და დააფინანსოს პოლიტიკური პარტიები და ადამიანებს შეეძლოთ ეს გააკეთონ, ესეც ფაქტურად შეზღუდული და ნულამდეა და ანუ პროდასავლური ეროვნული ოპოზიცია ფაქტურად აკრძალულია და ეხლა მე არ ვიცი როგორ უნდა ამგზავნოს ბიძინა ივანიშვილმა. ამგრძალავს და შეიძლება თქვენც აგიგზავნოთ შემდეგ ჩემი მოწვევა. თქვა პირობითად დაუშვათ, მე არ გამედარწმუნებული ვარ, ესე იქნება მომავალში და მედიასაც აუგზავნებენ. კი, აკრძალული ხალხი მედიას აუგზავნებენ, აკრძალული ხალხის მოწვევას. ხო, პრინციპში რუსეთში არის ასე, რომ შავთავ ტელეფონს ამათაც ჩამოგვართმევენ. გადავიკიდებ ზურგჩანთებს, ვიდგებით რუსთაველზე ან სხვაგან. გამორიცხულია და სხვათა შორის ეს ძალიან კარგია, არ მინდა რომ რომანტიზება მოვახდინო ამის, მაგრამ ფაქტურად ჩვენ გადავდივართ დისიდენტურ პროცესში, ეროვნული ძალები და ის ადამიანები, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ფაქტურად გადავდივართ აკრძალულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც ადრე 80-იანების ბოლოს და შვაცში იყო ფაქტურად დისიდენტურ საქმიანობა ერქვა და ჩვენი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილი აქ ვერ დაამყარებს ისეთ რეჟიმს, რომ მარტო მისი პოლიტიკური პარტია ან მისი სატელიტები იყოს. ასევე მე დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების
აქტიური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების დაახლოებას, რა პროცესებს ხედავთ დობის გაზრდას პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოებაში. რაც შეეხება ხა სტრატეგიას, ჯერ ველოდებით ამ სარჩელს გულწრფელად ვთქვათ, გვაქვს ჩვენი ხედვა როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, უბრალოდ ველოდებით რა სარჩელს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ პარტიების აკრძალული დემოკრატია იგრძელება და არც ერთი პირობა კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული, რომელიც ჩვენ მოგვესადაგება მაგალითად კოალიციას რომ ავიგზავნოთ, მაგრამ სხვას თუ აკრძალავენ და არა ჩვენ. პირობითად ვამ დაშორისოს ჩვენ ჩავთვლით რომ ჩვენც აკრძალულები ვართ, ეს მინდა ღია ვთქვათ, იმიტომ რომ დემოკრატიული პროცესი არ მიმაჩნია რომელიმე პოლიტპროდასალური ევროპული პარტიის გამოკლებით, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ან კონკურენციაში, ან წინააღმდეგობაში, ან თანამშრომლობაში, გააჩნია როგორი პოლიტიკური კონტექსტი იქნება, მაგრამ უსამართლო და უკანონო და არაკონსტიტუციურად აკრძალული პოლიტიკური პარტიები და ლიდერების გარეშე ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სიტუაციის ნორმალიზება მოხდება. მადლობა, თემო თევზაძეს.